თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო უცნობზე FM 98. თუ მართველი პარტია კანონს დაარღვევს, ხალხი ქუჩაში გამოვა. ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა კონფერენციაზე გააკეთა. მართველი გუნდი სამართლიანი არჩევნების პირობას დებს და არჩევნების რეპუტაციის შერყევის მსურველად და პროცესების ქუჩაში გაატანის ინიციატორად ქართულ ოცნებას ასახელებს. კოალიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ გამარჯვებას ქუჩის აქციების გარეშე შეძლებენ. ევროკავშირის ელჩი საქართველოში არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ხალხის ქუჩაში გამოსვლას არ გამორიცხავს და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არჩევნების რეპუტაციის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს. თუ საქართველოს მმართველი პარტია დაარღვევს კანონს, ხალხი ქუჩაში გამოვა. თუმცა იმედი უნდა შევინარჩუნოთ, რომ მთავრობა ამას არ იზამს. მმართველი გუნდი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობას დებს. აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია ექნება. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრა და პირობა მოგცეთ, რომ საქართველოში იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ნაციონალური მოძრაობის მიზანია, რომ გაიმარჯვოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებში, განსხვავებით ქართული ოცნებისაგან, რომელიც მთავარი მიზანი არაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, არამედ პროცესის დისკრედიტაცია, რომელიც ძალიან ბევრ ანგარიშში ძალიან კარგად არის აღნიშნული, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და ბუნებრივია აქ გულისხმობ ქართული ოცნებაც ცდილობს პროცესის დისკრედიტაციას. თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას გაყალბების საშუალებას არავინ მისცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში კოალიციას საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს. მე ვფიქრობ, რომ არაფერი ქუჩა არ დაგჭირდება. მე კიდევ ერთხელ ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას. უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოდიან და ძალიან პრინციპულად და ძალიან მომართულები არიან. ჩვენ მათთან მუშაობთ თვეების განმავლობაში, ეხლა ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ მათთან მუშაობას. ვერავინ ვერაფერს ვერ მოახერხებს. არავითარი გაყალბება არ მოხდება და არც ქუჩაში გამოსვლა არ მოგვიწევს ძალიან დიდი ალბათობით. რამდენადაც პირველშივე გავაფორმებთ ჩვენ შედეგებს. ვერ მოახერხებენ დღეს ვერაფრის გაყალბებას. ევროკავშირის ელჩის განცხადებაში გაყალბებისგან დაცვის მცდელობას ხედავს ექსპერტი ზურაბ ბაბაშიძე. ეს თვისობრივად განსხვავებული არჩევნები და საარჩევნო წინასაარჩევნო კამპანიაა. დაგროვილია მოსახლეობაში ძალიან დიდი ენერგია. ამიტომ 1 ოქტომბერს ამ ენერგიის დეტონაცია კი არ უნდა მოხდეს, არამედ პირიქით უნდა ჩასხრეს და გაიწოვოს ამან ყველაფერმა. თვისებრივად განსხვავებულ არჩევნებზე ევროკავშირის ელჩი ყველა მხარეს კანონის დაცვას ურჩევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფრთხეზე საუბრობს.